ცოტა ხნის წინ აზერბაიჯანმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისაგან ალიევმა ტრამპისაგან მშვიდობის საბჭოში მიწვევა მიიღო. ბევრი ამბობს, რომ ეს მშვიდობის საბჭო იქნება გაეროს უფუნქციო 1948 წელს დაარსებული გაეროს ერთგვარი ალტერნატივა და დროთა განმავლობაში თუ საბჭო იმუშავებს, ჩაანაცვლებს კიდეც გაეროს გაერთიანებული ერების ორგანიზაციას, რომელშიც იცით თქვენ, რომ უშიშროების საბჭოში რუსეთს აქვს ვეტოს უფლება. კარგი, ასე იქნება თუ ისევ ნახოთ, ეს მაინც სამომავლო ამბავია, აზერბაიჯანმა მიიღო მიწვევა შეერთებული შტატებიდან საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბაქო რასაკვირველი აბრას იზავდა ტრამპის მიწვევას დასთანხმდა. საბჭოში ჩვენი სამეზობლო მიწვეულია პრაქტიკულად კი არა ყველა ქვეყანა, სომხეთი, ცოტა ხნით ადრე მიიწვიეს, თურქეთი მიიწვიეს აბარას იზამდნენ, რუსეთიც კი რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, თუმცა ბევრი ფიქრობს, რომ რუსეთის მიწვევა ეს არის ერთგვარი ტაქტიკური რევერანსი პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან, რომ უკვე იქ, სადაც გაიმართება საბჭოს პირველი სხდომა, თუ მონაწილეობას მიიღებს პრეზიდენტი პუტინი ან საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი, ლავროვს ან მას პუტინს ჩაუტარონ გაკვეთილი, როგორი უნდა იყოს უსაფრთხო მსოფლიო და მიუთითონ, რომ ის, ანუ რუსეთი და კონკრეტულად ეს პირები უსაფრთხოებას და მშვიდობას არღვევენ. ბლუმბერგი აქვეყნებს სიას მიწვეული ქვეყნებისა, მე ჩავიკითხავ ამ სიას ახლა და ყველა ქვეყანაზე თუ არა, ბევრ ქვეყანაზე შევჩერდები თქვენის ნებართვით. ალფავიტის მიხედვით: ავსტრალია, ავსტრია, ალბანეთი, არგენტინა, ბაჰრეინი, ბელარუსი, გასაკვირია, მაგრამ ის რუსეთის პარტნიორია, თუ რუსეთს დასჯიან ან მძიმე სიტყვებს ეტყვიან იმ საბჭოს სხდომაზე, ბელარუსი ამ მძიმე სიტყვების მთქმელი არ იქნება და ალბათ არც ბრაზილია, რომელიც შემდეგია სიაში, გაერთიანებული სამეფო, ვიეტნამი, გერმანია, საბერძნეთი, ეგვიპტე, ევროკომისია ცალკეა გამოყოფილი, ანუ ევროკავშირი, ისრაელი, ინდოეთი, ინდონეზია, იორდანია, ირლანდია, ესპანეთი, იტალია, ყაზახეთი, ყოფილი საბჭოთა კავშირის სახელმწიფოებიდან, კანადა, ნატოს წევრი სახელმწიფოა, ყატარი, კვიპროსი, ჩინეთი, უმძლავრესი მოთამაშე, მაროკო, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, მე კი დაგბირდით ალფავიტის მიხედვით მე ვიტყვი მეთქი, მაგრამ აგე ახალი ზელანდია მანამდე უნდა მეთქვა როგორც ხვდები, ნორვეგია, არაბთა გაერთიანებული საემიროების ზემოთ უნდა ამესროლა, ომანი, პაკისტანი, პარაგვაი, პოლონეთი, პორტუგალია, რუსეთი, რუმინეთი, საუდის არაბეთი, სინგაპური, სლოვენია, ტაილანდი, თურქეთი, უზბეკეთი, კიდევ ერთი სახელმწიფო ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან, უკრაინა, რომელიც ესოდე მძიმე მდგომარეობაშია, ფინეთი, რომლის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი ალბათ მაინც სამუდამოდ, თუმცა ვინ იცის, მიტაცებული აქვს რუსეთს, კარელიას გულისხმობ პირველ ყოვლისა, საფრანგეთი, შვეიცარია როგორც ნეიტრალური სახელმწიფო, შვედეთი, სამხრეთ კორეა და იაპონია როგორც მნიშვნელოვანი მოთამაშე. ტრამპმა მშვიდობის საბჭოს შემადგენლობა, იცით თქვენ, რომ გასულ კვირას დაასახელა თავდაპირველი და მერე შეავსო. საბჭო წარმოადგენს ინიციატივას, რომელიც მიზნად დაისახავს ან ისახავს გლობალური კონფლიქტების, გლობალური ყველა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირებას. მათ შორის ისრაელი ღაზას კონფლიქტის მოგვარებას პირველ ყოვლისა და საბოლოოდ მოგვარებას. რთული მოსაგვარებელიაო, ბევრი თქვენგანი იტყვის, ახლაც კი, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები ამ კონფლიქტის მოგვარებისათვის რომ გადადგმულია, ისიც ფაქტია, ბევრი დაიწყებს პალესტინის დაცვას და ისრაელის სახელმწიფოს არა მართლზომიერ ქმედებებზე გაამახვილებს ყურადღებას, ბევრი დაიწყებს ისრაელის დაცვას და იტყვის, რომ აბა რა უნდა ექნა ისრაელს, როდესაც მის განადგურებას ცდილობდა რამდენიმე გარშევაყოფი სახელმწიფო და პირველ ყოვლისა სწორედაც რომ ჰამასი, რომელიც ფარად იყენებს ხშირ შემთხვევაში პალესტინის სახელმწიფოს, აგრეთვე ჰეზბოლა და ცალკეული სახელმწიფოები, რომელთათვისაც პროქსი ძალებია ხსენებული ჰამასი, ჰეზბოლა და სხვა ძალებიც, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ღაზაზე ილაპარაკებენ პირველ ყოვლისა. თეთრი სახლის განცხადებით, მშვიდობის საბჭოს შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უხელმძღვანელებს
ღაზას დროებითი მმართველობას ზედამხედველობას გაუწევს სწორედაც რომ პრეზიდენტი ტრამპი და სექტორის რეკონსტრუქციის შემდგომ ეტაპს წარმართავს, ანუ ღაზას სექტორის. ახლა ვიკითხოთ, რატომ არ არის საქართველოს ამ სიაში, თუმცა აღვნიშნოთ, რომ მაგალითად ჩეხეთიც არ არის, ბარემ რომ ვიცოდეთ, მაგალითად უნგრეთიც არ არის, რომლის ლიდერსაც რასაკვირველი ერთი სული ჰქონდა, რომ ყოფილიყო ამ სიაში და საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება ახლა, როდესაც მას ჩაეკითხებიან თუ მაინც და მაინც ამ კითხვით მიმართავენ ბანდიტ პაპუაშვილს, რატომ არ არის საქართველოს მიწვეულიო, ცხადზე ცხადია, რომ ის ჩეხეთზე თუ უნგრეთზე გაამახვილებს ყურადღებას ჩვენც არა ვარ და აგე ევროკავშირისა და ნატოს წევრი სახელმწიფოებიც ჩეხეთი და უნგრეთი არ არიან მიწვეულიო, მაგრამ მაინც. ეხლა მე გეტყვით ნატოს წევრი სახელმწიფო, აღაი ჩამოვარდა სიტყვა. გეტყვით ვინ არის ნატოს წევრი სახელმწიფოებიდან. ეს არის გაერთიანებული სამეფო, გერმანია, საბერძნეთი, იტალია, კანადა, არ მინდა შემეშალოს, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვენია, თურქეთი, ფინეთი, რომელიც ახლახან გახდა, თურქეთი, რომელიც ჩვენი მეზობელია, ფინეთი, რომელიც ახლახან გახდა და 1300 კილომეტრიანი საზღვარი მიიღო რუსეთმა ფინეთთან, ნატოს წევრ ფინეთთან, საფრანგეთი, შვედეთი, ჯამში არის შემეშალა მგონი 16 სახელმწიფო, იაპონია, სამხრეთ კორეა და სხვები არიან ამერიკის შეერთებული, რომლებიც მიწვეული არიან შეერთებული შტატების სამხედრო პარტნიორები, ნატო არიცავს მათ, მაგრამ უმძლავრესი შეერთებული შტატების უმძლავრესი ბაზებია ამ ქვეყნებში, რომ ვიცოდეთ მაინც. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, ავსტრია, გერმანია, ავსტრია არ არის ნატოს წევრი, რომ ვიცოდეთ მაინც, ხო, იქ ხო არ მიწერია, შემთხვევით არ გამყვარვია. გერმანია, საბერძნეთი, ირლანდია, ესპანეთი, იტალია, კვიპროსი, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვენია, ფინეთი, საფრანგეთი და შვედეთი და ევროკომისია ცალკე, როგორც ინსტიტუციური წარმომადგენლობა. ჯამში არ მინდა შემეშალოს და 15 სახელმწიფო ევროკავშირიდან მიწვეული ამ საბჭოში სხვა საქმეა, ვინ მიიღებს მონაწილეობას. მე ვსაუბრობ იმაზე, ტრამპმა ვინ მიიწვია. უკვე შემდგომ დღეებში, უახლოეს ხანებში გაირკვევა ასე მაგალითად უკრაინა, ან ასე მაგალითად საფრანგეთი რუსეთთან ერთად დასთანხმდება თუ არა რამე საბჭოში მონაწილეობას, თუ ვინმე იტყვის რომ არა არც დასთანხმდება, ეს ვინმე რასაკვირველია, მართალი იქნება, ანუ ლოგიკა იმაში რომ არ მიიღოს მონაწილეობა უკრაინამ რუსეთთან ერთად რამე საბჭოში მონაწილეობა, ხო? არის, მაგრამ თუ სხვა იტყვის რომ უკრაინა იძულებული არ ვალდებული იქნება, ესეც ლოგიკური იქნება, ვნახოთ როგორ განვითარდება, მაგრამ მე ვსაუბრობ აგიკითხავთ იმაზე, როგორ მოიწვია და ვინ მიიწვია კონკრეტულად პრეზიდენტმა ტრამპმა. ბოდიშს ვიხდი, საქართველოსთან დაკავშირებით სუყედ უნდა ვილაპარაკოთ და ვერ გამახსენებთ ცხადია, მაგრამ მე გავიხსენებ, მე აღვიდგენ, თუნდაც ჩავიწერ ახლა, ბოდიშს ვიხდი, ტალიაშვილი უნდა ვახსენო, იმიტომ რომ ელჩი ტალიაშვილი, რომელთან დაკავშირებითაც ახლახან მომივიდა ინფორმაცია და რომ არ დამავიწყდეს ტაბლიაშვილი კი არა ბაცო, ტალიაშვილი, ისა და ასა, რა ქვია, ყაველაშვილსაც რომ მიუბაძოთ ცოტა, მოკლედ, რატომ არ არის საქართველოს ამ სიაში? ჩემი ანალიზით, არ გამორჩენიათ, არ მოხდა ისე რომ შემთხვევით გამორჩათ საქართველოს. და არც ტექნიკური შეცდომაა, რასაკვირველია. მიზეზი რამდენიმე ასპექტია, რასაკვირველია. საბჭოს ლოგიკა არის ასეთი, გლობალური მოთამაშეები, ვინც არიან სომხეთი, რატოა გლობალური მოთამაშეო? იმიტომ რომ სომხეთი იყო ადეკვატური ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების და დარეგულირების შემდგომ პროცესში, მათ შორის ოვალურ კაბინეტში პრემიერი ფაშინიანი. საბჭო გააერთიანებს, რასაკვირველია, გლობალურ მოთამაშეებს, შეერთებული შტატები, ჩინეთი, რუსეთი, ევროკავშირი, რეგიონულ ჰეგემონებს, რეგიონულ მოთამაშეებს, თურქეთი, თუმცა არ არის ირანი და არც შეიძლება იყოს საუდის არაბეთი, ინსტიტუციებსაც აერთიანებს ნატოს და ევროკავშირს და მნიშვნელოვან სხვა სახელმწიფოებსაც. საქართველოს არ აღიქმება და არც შეიძლება აღიქმებოდეს მით უმეტეს ბიზნესტანი ამგვარ ძლიერ ინსტიტუციურ ან მნიშვნელოვან მსოფლიო მოთამაშედ. არ აქვს მას სამხედრო ძალა აზერბაიჯანივით, არ არის ის ფინანსური დონორი, რომელიმე მნიშვნელოვანი მაგალითად კონფლიქტის დარეგულირება არ შეუძლია ან ფინანსური დონაციის გაღება, ვერ შეიძლება და არ არის მედიატორი სამწუხაროდ
თუმცა შეეძლო ის ყოფილიყო რომ ყოფილიყო მედიატორი სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის არეგულირების პროცესში და ასე შემდეგ. მოკლედ, საქართველოს სტატუსი არის ის არის გაყინული, ასე გეტყვით, პარტნიორი, რომელიც ფორმალური თვალსაზრისით თითქოს მიდის ევროკავშირისკენ და ნატოსკენ, მაგრამ სადღა მიდის, უკლებლივ ყველამ გარშემო ბერლინმა, ვაშინგტონმა, პარიზმა, ბრიუსელმა იციან, რომ საქართველოს აღარც ნატოს სურს, აღარც ევროკავშირის და აღარც თავარი აქ არის შიდა დაპირისპირება და არასტაბილური პოლიტიკური გარემო. ბიძინა ივანიშვილს და ტალიაშვილი ახლა უკვე ვახსენებ, ეს არ ესმის, მას უნდოდა, რომ მისი კობახიძე ყოფილიყო დავოსშიც, დავოსი დაიწყო უკვე დავოსში შეკრება, პრეზიდენტი ტრამპი ჩავიდა იქ და უნდა რომ იყოს ამ ტრამპის მიერ ორგანიზებულ საბჭოში. აქ არადა 101 ქვეყნებს არ სვამენ მოლაპარაკებად, მაგიდასთან ისინი არიან ობიექტები სოფლიოს დღევანდელ სოფლიოში და არა სუბიექტები. ანუ ამინდს არ ქმნიან, რანაირად თქვა კიდე, დავღეჭავ კიდე, ამინდს არ ქმნიან, არაფერს არ წარმოადგენს, ჩალის ფასი აქვს და ასე შემდეგ. ეხლა რუსეთი რატომ არის? რუსეთი მოწვეულია და ეს ძალიან ცუდია. ტრამპი კვლავ ვიმეორებ ეს ლოგიკა, რომ ტრამპი ცდილობს ან ეცდება ამ საბჭოში რუსეთისათვის ადგილის მიჩენას, ეს ლოგიკა სწორი ლოგიკაა ალბათ, იმედი მაქვს. თურქეთი მიწვეულია როგორც რეგიონული ლიდერი, აზერბაიჯანი მიწვეულია, სომხეთი მიწვეულია. საქართველო წარმოადგენს ერთადერთ ქვეყანას, რომლის მოწვევაც პირდაპირი მნიშვნელობით იქნებოდა კონტრპროდუქტიულიც კი, ასე ვიტყვი, არაფერს, ასე ვიტყვით, უგდებოდ კარგი, არაფერს შეხმატებდა საბჭოს ფუნქციონირებას. და ასევე საქართველოს ხელისუფლებას აქვს პრობლემა, მას რეპუტაცია არ გააჩნია არანაირი. აი, ლუკაშენკოს რეპუტაცია ხო კატასტროფულია, მაგრამ ბიძინა ივანიშვილს აქვს კიდევ უფრო მძიმე რეპუტაციული პრობლემები. კვლავ ვიმეორებ, სიტყვით პროევროპული კი პროევროპულია, ხოლო საქმით საქართველო არის ბიძინა ივანიშვილის საქართველო ბიძინისტანი არის ანტიდასავლური. და ეს მნიშვნელოვანია. ეხლა ვილაპარაკოთ სხვა ქვეყნებზე თქვენის ნებართვით, მაგალითად არ არის მიწვეული ირანი და ეს გასაგებია. არ არის მიწვეული ჩრდილოეთ კორეა, ჩვენ ნახე როგორ ქვეყნებში მოვხდით, ირანი, ჩრდილოეთ კორეა, ხო? გლობალური საფრთხეა ჩრდილოეთ კორეა. საქართველოს გლობალური საფრთხე არ არის, მაგრამ მიწვეული არ არის. ნიგერია არ არის მიწვეული მაგალითად. ეთიოპია არ არის ასე მაგალითად მიწვეული. მექსიკა არ არის, მიუხედავად იმისა, G20-ის წევრია, ხო, მაგრამ დაბალი საგარეო პოლიტიკური აქტივობა ახასიათებს ამ ქვეყანას განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. ავღანეთი არ არის მიწვეული, ბანგლადეში არ არის მიწვეული. გაგიკვირდება და არ არის მიწვეული უნგრეთი, რომლის ლიდერსაც აკითხავთ აქვს წველი სურვილი, რომ ამგვარ ფორუმებში მიიღოს მონაწილეობა, მაგრამ საკმარისია ბელარუსი, რუსეთის პარტნიორად ამ საბჭოში და უნგრეთი ტრამპმა ამით ორბანი რეალურად მიჭირყდაო თუ მიჭირყდაო ბიზნეს რომ უყარდა ამ სიტყვის წარმოთქმა, კუთხეში მიაყენა, თავისი ადგილი მიუჩინა. რა თქმა უნდა, იმის გამოც რომ მას აქვს არასკარგი, ცუდი რეპუტაცია. არასანდო მოთამაშეა უშუალოდ დასავლეთის შიგნით. ჩეხეთზეც იგივეს თქმა, შეიძლება მას უფრო დაბალი რეპუტაცია აქვს, დაბალი გლობალური წონა აქვს. ბულგარეთი არის მეორე ხარისხოვანი რეგიონის მასშტაბითაც, მიუხედავად იმისა, რომ ნატოს და ევროკავშირის წევრია. საქართველოს სამწუხაროდ არ არის არც ბულგარეთთან და არც ჩეხეთთან და არც უნგრეთთან სიაში, საერთო სიაში. იმ განსხვავებით, იმიტომ რომ ისინი უკვე სისტემის ნაწილები არიან, ნატოს წევრები არიან, ევროკავშირის წევრები. საქართველოს ეს ფარი თუ ეს ქოლგა არ იფარავს. და ეს არის სწორედ დასკვნა. ხა შეიძლება ტალიაშვილ თამარს, მე ტალიაშვილი ვარ, ის ტალიაშვილია, ხო? ერთი თანხმოვანი რომ მოვაკლოთ ასობგერა რომ მოვაკლოთ ჩემგვარს, მე ტალიაშვილი გამოვიდოდი. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით ბიძინა და კობახიძეც არიან ფრიად გაავებულნი იმის გამო, რომ ტალიაშვილმა ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა, რომელიც ვაშინგტონშია, ვერ გაჩარხა ადგილი საქართველოსთვის. ანუ მოწვეულთა სიაში არ არის საქართველო. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით საყვედური მიიღო ტალიაშვილმა სიტყვიერი, მოდი ასე ვიტყვი, და არა წერილობითი, უშუალოდ უფროსისაგან მაკაბოჭორიშვილისაგან. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით ქართული ოცნების პარტიაში დაძრეს საუბრები თემაზე,
რომ ქალბატონი იტალიაშვილი უკვე მოხსნან, ანუ ჩაანაცვლონ და ელჩად დანიშნონ სხვა ვინმე, ბევრს უნდა ვაშინგტონში ელჩობა, ბევრს დიპლომატს, კარიერულ დიპლომატს თუ ნამდვილ დიპლომატს, ასევე თუ სხვას, ვისაც აქვს ამბიცია და გაგიკვირდებათ და უკვე ხსენებული მაკა ბოჭორიშვილის კანდიდატურა განიხილება ისე ფაქიზად მეთქვიან ცალყბად ახსენეს ყოველ შემთხვევაში ქართულ ოცნებაში ირაკლი კობახიძის გარშემოყოფმა გარს ვინც დასტრიალებს ამ ბანდიტკაც იმ ადამიანებმა სწორედაც რომ მაკა ბოჭორიშვილი და არ არის გამორიცხული რომ ეს მოხდება. ყოველ შემთხვევაში ბიზინა თავად აბასთუმნის უღრანებში გამაგრებული თავად საფრიად უკმაყოფილოა ყველა საელჩოს პრაქტიკულად და მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს მუშაობით, იმიტომ რომ უსახავს ამოცანებს რომ მოხდეს ჩემი დესანქცირება და დეიზოლაცია საქართველოსიო და ვერავინ ვერ აღწევს ვერავინ ვერ უსრულებს ამ მიზნებს. ილია დარჩიაშვილი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ბრიტანეთში რომ ილიჩდება ახლა ელჩად, იმიტომაც მოაბრუნეს დიპლომატიურ სამსახურში, რომ ასეთი წარმოდგენას წასვლა უნდა და ასეთი წარმოდგენა აქვთ, რომ ილია დარჩიაშვილი ბრიტანეთში მოაგვარებს გაუჩარხავს ბიზნეს საქმეებს, რაც არსებითად არასწორია. დარჩიაშვილმა ეს შემოთავაზება მიიღო, აბა რას იზამდა, მაგრამ ანუ წინააღმდეგობას როგორ გაუწევდა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს არის შეუსრულებელი მისია და ამოცანები, რომლებსაც აკისრებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს, რომლებიც უცხოეთში, განსაკუთრებით ევროპასა და შეერთებულ შტატებში მუშაობენ. საქართველოს არ შეიძლება რომ მოხდეს ამგვარ სიაში, მანამ სანამ საქართველოს არაადეკვატური სახელმწიფოა. და საქართველოს არაადეკვატური სახელმწიფოა, ის არ ასხივებს ანტირუსეთობას, ის ასხივებს რუსეთობას სწორედაც რომ და მოქცეულია მეტადაც კი ვიდრე ბელარუსი ამ რუსეთის სუნიანი იღლის, სუნიანი ოფლიანი დაღლილი რუსეთის იღლის ქვეშ. დანარჩენი ხა რას ილაპარაკებს? ბანდიტი პაპუაშვილი არც მოусპიდეთ, არც უნდა მოусმინოთ, უნდა გადართოთ და სხვა არხზე მოისმინოთ ობიექტური ინფორმაცია ამ და სხვა საკითხებზე. ნახვამდის. ტალიაშვილს მოხსნიან. ასე დავასათაურებ ამ ვიდეო ბლოგს, რომ იქნება და მეტი მაყურებელი ჰყავდეს.